აღნიშნული შეხვედრა გერმანელ ექსპერტებთან ერთად გაიმართა, იმიტომ თუ რა ღონისძიებები უნდა დავგეგმოთ, რომ თავიდან აცილებული იქნეს ის ხანძრები, რომელიც საქართველოს ბეღელში, შირაქში მოსავლის აღების შემდეგ თავს იჩენს ხოლმე და ახლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმაზე, თუ რა გზები უნდა იქნეს გამონახული იმისკენ, რომ ჩვენი ფერმერები მოსახლეობა ნელ-ნელა იმ ტრადიციულ მეთოდზე უარი თქვას, რაც ქვია ნაკვეთის გადაწვა და თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვანი ზარალი. ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, რომ მხოლოდ აგრძალვით და მხოლოდ იმის თვით ნაკვეთის გადაწვა არ შეიძლება ეს გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ საუბარია უდიდეს ტერიტორიაზე და ძალიან ძნელი იქნება ამის გაკონტროლება. ალბათ ამისთვის უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, საგანმანათლებლო შეხვედრები, როგორც ფერმერებთან, ასევე მესაქონლეებთან, ასევე ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდა თაობასთან, ასევე უნდა შემოვიდეს აუცილებლად ეკონომიკური ასპექტი, რომ გლეხისთვის მომგებიანი იყოს არა ნაკვეთის გადაწვა, არამედ აღნიშნული ნამჯის მოგროვება, დაპრესვა და სხვადასხვა ფორმით გამოყენება. დღეს მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ საქონლისაკობად გამოიყენება, მაგრამ როდესაც ჩვენთან არის უხვი ნალექი, შესაბამისად მოსავალი როდესაც კარგია, მაშინ ბალახით ძალიან ბევრი არის და ნამჯა აღარავის აღარ სჭირდება და ეს დამატებითი ხარჯი არის ფერმერისთვის და ეკონომიურად წამგებიანია მისი დამზადება, შენახვა, იმიტომ რომ შემდეგ რეალიზაცია თითქმის გამორიცხულია და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ალტერნატიული გზით გამოყენება მოხდეს. მე მაგალითად ძალიან გული მწყდება, რომ შაშა რო გადაიწვეს ამდენი ქარშაცავი ზოლები, მინდოსაცავი ზოლები. ძალიან ფერმერების ბრალიც არის. ფერმერების ბრალიც არის და საერთოდ ძალიან ცუდი ორგანიზირებული არის. აი მე ესე მესახება. ამის გადარჩენა შეიძლება 100% ვერ გადავარჩინოთ, მაგრამ ერთი დიდი პროცენტებით შეიძლება გადავარჩინოთ. ნუ კოდიაშვილი ბუნების მოყვარულია და ძალიან პატივსაცემ. ჩვენ ახალ შირაქში წერს, რომ აუგზავნოთ მიადაგის ნაწელის გადაწვა. სამინისტროც ამას ამბობს. სამინისტროც მაგას ამბობს, ვერ მოახერხე მაგას. ერთი უნდა იყოს დაბლა ნამჯა უნდა იყოს ისა, რომ მე ხნას ხელი არ შეუშალოს ამ სხვა სამუშაოს. მეორე კიდე რა არის, იცი? ვერ დააკონტროლებ, იმიტომ რომ დიდი ფართობია 25-30,000 ჰექტარია და შენ როგორ ივლი და როგორ გაიგე ვინ ჩააგდებ ცეცხლს, გაუგჩენ ცეცხლს და წავა. ამისათვის რაიონის ხელმძღვანელობა, მუნიციპალიტეტმა რასანა მოსავალი დაიწყება, უნდა შეკრიფოს ფერმერები, უნდა გააფრთხილოს კეთილინები, შემოუხანი ორ-სამი გავლით შემოუხანი და თუ გინდა დაწვის შენ, თუ გინდა რაც გინდა გააკეთე. მაგას არავინ არ აკეთებს. ზოგი აკეთებს, ზოგი არ აკეთებს. მეც აკეთებს ის ძალიან მცირე. იმიტომ არ აკეთებენ, რომ მაგას ეკონომიური ამბავი, სალიარკა უნდა, ტრაქტორი უნდა, შემოხლა უნდა, მუშაობა უნდა, ყველა სხვა რა ტრაქტორი არა. ხო და აი ეს ამბავი არ არის. მეორე კიდე ქარშაცავი ზოლების დაცვა ძალიან ეშინოდათ, რომ რაღაცა მოეჭათ. ეხლა უპატრონობა არის. არ შეიძლება. ხოშ არის იმაში გამგეობაში არის განყოფილება ბუნების დაცვის არის თუ რა რაღაცა ზედამხედველობის იმორიგეუნ კაცო ხო შეიძლება იმორიგეუნ რო ეცოდინა ვიღაცა რო გვაკონტროლებს არ იქნება ისა კაცო 2-3 კადრია და რესურსი არ გვყავს რესურსი როგორ აყოფის კაცო ჩამოიარე ფერმებში მიტანილი ისა ახალი მოჭილი მასალა საიდან გაგდა შეუდგინი აქტი მოსხოვე პასუხი იმას რომ ეცოდინება რომ ვიღაცა მაკონტროლებს ის აღარ დააშენს კლიმატის ცვლილება შეჩვენდეს ქარშაცავი უნდა გავაშენოთ ქარის ეროზიის ქარული ეროზიის შემცირების მიზნით ნუ ეხლა ჩვენ სარწყავ სისტემას ვერ გამოვიყვანთ შირაქში ვერ გამოვიყვანთ მაგრამ რა ვიცი პერსპექტივაში მაგას დიდი ის უნდა თანხები უნდა რომ ამოკაჭო ალაზიდან და ივრიდან და მორწყა ეგ გამორიცხულია ჯერჯერობით თანამედროვე პირობებში და მომავალში რა ის გლობალური პრობლემა ეს ვერ გაუდაბნოება არის ჩვენ დიდი ხანია დაიწყო ჩემი დაკვირვებით მოხდები იორზე პატარა შირაქში ჟილიჩაში ალაზაზე ჩაყვები სულ ეს დიდი ხანია გაუდობრო აქეთ შეიძლება ნალექი მოვიდეს იქით არ მოდის ეს ხდება და ნელ-ნელა აქეთაც იწევს ისა ძალიან დიდი პრობლემაა ეს მსოფლიო პრობლემაა განამარტო ჩვენთან არის გლობალური პრობლემაა და ამ ქარშაცავის ზოლაზე ჩვენი ბრალიც არის ბევრი რამე ჩვენი ბრალი კაციშვილი არც ერთი მე არ ამგონია ვინმე დასჯილიყოს რა ვინ და დასჯაჯოს ვერ დაინახა ვინ და მოუდო ცეცხლი და ვინ დაწვა ხო ვერ ვის დასჯი
ამ ეტაპისთვის მოგეხსენებათ, რომ დედოფლის წყარო და GIZ-ი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს და ჩვენი თანამშრომლობა უფრო ფართო სპექტრზე გადავა და ჩვენი სატყეო მეურნეობის ჩამოყალიბებით და მისი გაჯანსაღებითაც შეიძლება დაგვირგვინდეს. პლუს ამას ჩვენ საუბრობთ ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე და მოგეხსენებათ, მრავალ ასპექტიანი თანამშრომლობა მიდის. ამ ეტაპზე GIZ-ის მხრიდან დაქირავებული არიან უცხოელი, ამ შემთხვევაში გერმანელი ექსპერტი იყო ჩამოსული, რომელიც დაადებს თავის ექსპერტულ მოსაზრებებს, თუ რა შეიძლება, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ეს იქნეს თავიდან აცილებული და შემდეგ ეტაპზე, როდესაც ეს ასე ვთქვათ, სამოქმედო გეგმა ექსპერტის მოსაზრებები დადებული იქნება, შემდეგ უკვე ვიმუშავებთ იმაზე, თუ რა წვლილი უნდა შეიტანოს მუნიციპალიტეტმა, რა წვლილი GIZ-მა, რა წვლილი ვთქვათ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თუ გარემოს დაცვის სამინისტრომ. მუნიციპალიტეტი სახანძრო სამსახური, რომელიც მუნიციპალური იყო, დღეში საკუთარ სამინისტროს დაქვემდებარებაში არის და ზედამხედველობა და დასჯა. კი ბატონო, დაქვემდებარებაში არის და ამ მხრივ მუნიციპალიტეტს რაღაც ბერკეტი მოაკლდა, თუ იქნება ის, რომ რაღაც ტიპის აკრძალვა იქნება, ამ აკრძალვის კანონიერი საფუძვლებით თუ მოგცეს საშუალებას ჩვენი ზედამხედველობის სამსახურის გამოყენებით შეიძლება მოხდეს ეს სხვადასხვა საჯარიმო სანქციების გამოყენებით. ასევე მე მიმაჩნია, რომ ჩვენს ფერმერებთან პერიოდულად შეხვედრები გვაქვს ხოლმე და კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს და ამ შეხვედრების უფრო გახშირება შეიძლება